მოგესალმებით, ეს არის YouTube არხი უმრავლესობა და გადაცემა პროპაგანდის პირისპირ. მე ვარ მისი წამყვანი თეონა ბაღდავაძე. თუ თქვენ ამ გადაცემას უყურებთ, აუცილებლად უნდა გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საინტერესო ეპიზოდი გელოდება წინ. ამ გადაცემაში ვეცდები მოკლედ შევაჯამო ის თემები, რომელიც ამ კვირის განმავლობაში მოხდა და მინდა ვთქვა, რომ ძალიან დატვირთული კვირა იყო როგორც საგარეო, ასევე საშინაო თემებით და ვეცადო, რომ პროპაგანდისტული კუთხით დაგანახოთ ის მნიშვნელობა და ის გავლენები, რაც ამ ყველაფერს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე ექნება. პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან, ახალი ეპოქა დაიწყო, ახალი პატრიარქის ეპოქა დაიწყო და საქართველოს საეკლესიო ცხოვრება აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო, იმიტომ რომ ჩვენ გვყავს ახალი პატრიარქი. ძალიან დიდი კითხვის ნიშნები, წინააღმდეგობრივი აზრები, გაწევ-გამოწევად შეიძლება ითქვას არსებობდა ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა მე ვისურვებდი ერთ რამეს, რომ ის დიდი მითი, რომელიც საქართველოში არსებობს რუსეთის და საქართველოს ერთმორწმუნეობით, რაზეც დგას ჩვენი პროპაგანდისტული ძირითადი ბურჯი, რომ რუსებს ქართველები უყვართ, იმიტომ რომ ერთმორწმუნეები არიან, ამ ყველაფერთან ბრძოლას შეძლოს ჩვენმა ახალმა პატრიარქმა. შეიძლება ძალიან ოპტიმისტური განცხადება იყოს, იმიტომ რომ დელეგატებს შორის იყვნენ ადამიანები, რომლებიც ღიად პრორუსულ კურსს ატარებენ. ეს არის გოგა ხაინდრავა, არის დიუგენის პირადი მეგობარი და მისი იდეოლოგიური მხარდამჭერი ლევან ვასაძე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ პატრიარქი ეცდება მოისმინოს იმ ადამიანების აზრი, ვისთვისაც მომავალი არ არის რუსეთი და არის ევროპა. პატრიარქის არჩევნებისას განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ჩვენთვის ცნობილმა და ალბათ ერთ-ერთმა ყველაზე ნეგატიური კონტექსტის მქონე ადამიანმა, გოგა ხაინდრავამ, რომელმაც ტრადიციულად არ დააყოვნა, რომ ყოფილიყო იქ, სადაც მისი ადგილი არ არის და დაცვას მოუწია მისი გაყვანა. პრინციპში გოგა ხაინდრავა ამას მიჩვეულია, ის მიჩვეულია ძალიან დიდ დამცირებას საზოგადოების მხრიდან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ პუჩის ადამიანს, რომელსაც შეეძლო, რომ რუსთაველი გადაეცხრილა, ამაზე დიდი რეაქცია არ აქვს, თუმცა რეაქცია აქვს საზოგადოებას ერთი მარტივი მიზეზის გამო. საქართველოს ეკლესია ეკუთვნის ქართულ ხალხს და საქართველოს ეკლესია უნდა იყოს ღია ქართველი ადამიანებისთვის. მათი უმრავლესობისთვის გოგა ხაინდრავა საკუთარი უმორალობით და უპრინციპობით არის მიუღებელი ადამიანი და მისი ხილვა პატრიარქის გვერდით დარწმუნებული ვარ არავის გაუხარდებოდა. ეს არ არის პირველი მცდელობა გოგა ხაინდრავას მხრიდან საკუთარ თავს შესწინოს აქტუალობა და ალბათ ყველას კარგად გვახსოვს მის მიერ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილისთვის მირთმეული ყვავილები, რომელიც მერე უკან წაიღო, იმიტომ რომ ძალიან უხერხული მდგომარეობა შეიქმნა და ერთ წელიწადში მას მიმართავდა პროქართველების სახელით. ეხლა მინდა რომ ტერმინ პროქართველებს დაუბრუნდე, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია პროპაგანდისტული კუთხით. რატომღაც პროპაგანდისტულმა მედიამ გადაწყვიტა, რომ დაეპირისპირებინა ერთმანეთთვის ორი არა და ერთნაირი მნიშვნელობის მქონე ფრაზა, ეს არის პროევროპელი და პროქართველი. პროქართველი არის ადამიანი, რომელიც თავისი შინაგანი ბუნებით, განწყობით არის პროევროპელი. არა მარტო იმიტომ, რომ მას უბრალოდ ბრმად უნდა ევროპა, არამედ იმიტომ, რომ ის შინაგანი კულტურის და ღირებულებების მატარებელია, ზუსტად ისეთის, როგორც არის ერთი ჩვეულებრივი ევროპელი. რაც შეეხება პროქართულს, როგორც ის ტერმინი გამოიყენება იმ კონტექსტში, რასაც გოგა ხაინდრავა და ძმანი მისნი აკეთებენ, ეს არის ჩვეულებრივი პრორუსი ადამიანი, რომლისთვის მთავარი მოცემულობა არის იყოს იქ, სადაც მისი ადგილი არ არის. ზუსტად ესეთ პროქართველობას და პრორუსობას რეალურად გვიჩვენებს გოგა ხაინდრავა და მე დარწმუნებული ვარ, რომ გოგა ხაინდრავას ნაცვლად ესპანურ სირცხულს განიცდიან ის ადამიანები, ვინც მას უყურებენ, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ზღვის ნაცვლად გრცხვენია, იმიტომ რომ ის ადამიანი იქცევა ისე, როგორც ჩვენ არასდროს მოიქცეოდი. ყველაზე დიდი სურვილი ალბათ, როგორც რიგით მოქალაქეს, რომელიც არის მორწმუნე მართლმადიდებელი, საპატრიარქოს მიმართ ექნებოდა შემდეგი. ნუგეში გასცეს იმ ადამიანების მიმართ, რომელსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, გვერდით დაუდგეს ის მშობლებს, რომლების ბავშვებიც დღეს უკურნებელ დაავადებას ებრძვიან და შესაძლებელია ამ დაავადების გადავადება და მე მჯერა სასწაულების ამ ბავშვების მორჩენა და მეორე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გამოიჩინოს გულისხმიერება და გამოიჩინოს ადამიანობა იმ ხალხის მიმართ, იმ ახალგაზრდების მიმართ, რომლებიც უკვე წელიწადზე მეტია გამოგონილი შეთხზული ბრალდებებით არიან ციხეში. 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღე, რომელსაც რუსეთი ყოველ წელს ძალიან პომპეზურად აღნიშნავს.
ამ პომპეზური აღნიშვნის უკან დგას ძალიან საინტერესო დოქტრინა, რომ აუცილებელია მასებთან ემოციური სინქრონიზაცია, ანუ ადამიანებს, რომლებსაც შენ მართავთ, უნდა კონდეს იმის შეგრძნება, რომ ისინი ცხოვრობენ გავლენიან და ძლიერ სახელმწიფოში. განსაკუთრებით ბოლო წლებში ეს ყველაფერი გახდა რთული მისაღწევი რუსეთისთვის, იმიტომ რომ უკრაინასთან დაწყებული სრულმასშტაბიანი ომი შეუძლებელს ხდის როგორც მორალურ, ასევე ფიზიკური ძალის დემონსტრირებას რუსეთისგან. როგორი იყო 9 მაისი 2005 წელს, როდესაც ძალიან ბევრი მსოფლიოს ლიდერი, რომელიც რუსეთს ჯერ კიდევ ემადლიერებოდა ფაშიზმზე გამარჯვების კუთხით, ჩავიდა და წითელ მოედანზე დადგა. როგორი იყო 2026 წლის 9 მაისი. 5 სახელმწიფო ლიდერი, რომელიც ორი აქედან არ აღიარებულია, ერთი არის სამხრეთ ოსეთი და მეორე არის აფხაზეთი, ფიცო, ლუკაშენკო, სულთან იბრაჰიმი, გუმბა და გაგლოევი. ზუსტად ამ პომპეზური შემადგენლობით შეხვდა რუსეთი 9 მაისს, მაგრამ ამ პომპეზურობას ვინჩივის მოუწიათ საბადურის თევზებივით გახვეულები ყოფილიყვნენ დრონებისგან თავის დასაცავ ბადეებში, იმიტომ რომ არ იცოდნენ უკრაინა გაიღებდა თუ არა მოწყალებას და ჩაშლიდა თუ არა 9 მაისის კიჩად ქცეულ დემონსტრაციებს. ყველაზე საინტერესო აქ არის ის წინასწარი მოლოდინი, რაც უკრაინამ შექმნა 9 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით. გარდა ფიზიკური უსაფრთხოებისა, აბსოლუტურად გამოშიგნა და უინტერესო გახადა პოლიტიკური მნიშვნელობა და გავლენა ამ დღის და მთელი ნარატივი წაიღო იმაზე საუბარმა, დაბომბავდა თუ არა უკრაინა რუსეთს 9 მაისს. რაღაცნაირი აზარტი შემოიტანა ამ თამაში, რომელმაც ძალიან კარგად გვაჩვენა თუ არა მხოლოდ ის ვის მხარეს არის სიმართლე, არამედ ვის მხარეს არის ძალა. ამ ყველაფერს დაემატა ზელენსკის მიერ ხელმოწერილი აქტი, რომლითაც ის რუსეთს ნებას რთავდა, რომ მათთვის ყველაზე საკრალური ღონისძიება 9 მაისი გაემართა და მოდი ესე ვთქვათ, რომ რიტორიკულად და კომუნიკაციურად 9 მაისი უკრაინამ მოიგო. რა გააკეთა რუსეთმა ამ დროს? რუსეთი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ცდილობს მილიტარიზაციის ფსიქოლოგიის შეტანას მოსახლეობაში, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანებს ეუბნება, რომ შენი სიცოცხლე არაფერია თუ ის სამშობლოს ჭირდება. ეს პროპაგანდისტული ნარატივი ცხადი არ არის რუსული, ეს არის დერჟავისტული, რომელსაც ისინი ძალიან დიდი ხანია ავითარებენ, განსაკუთრებით კომუნისტური, როდესაც ადამიანების დიდი ნაწილი დააჯერეს, რომ მათ მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა არჩევანი, უნდა გაეწირათ თავისი სიცოცხლე საბჭოთა კავშირისთვის. დღეს ეს ყველაფერი განსაკუთრებით სასაცილოდ და ტრაგიკულად გამოიყურება, იმიტომ რომ თქვენ ნახეთ, რომ ღირსება მოკლებული ქვეყანა ცდილობს, რომ დედებს ჩააცვას შავები და ამ შავების ჩაცმა გახდეს ნორმალიზებული. ალბათ ყველამ ნახეთ ის საზარელი ფლეშმობ ვიდეოები, სადაც ადამიანები ცოცხალ შვილებს დასტირიან და ამბობენ, რომ არა უშავს კიდე გაუზრდიან ვაჟკაცებს სამშობლობს იმისთვის, რომ ისინი დაიხოცნონ ხორცსაკებ მანქანაში. ამის პასუხი ცივილიზებული სამყაროსგან იყო შოკის მომგვრელი, იმიტომ რომ ალბათ ნახავდით, რომ ბევრი ევროპელი თუ ამერიკელი საერთოდ ცივილიზებული სამყაროს წარმომადგენელი აზიარებდა ამ კადრებს შოკით და ვერ ხვდებოდნენ, რომ ეს რეალურად ხდება, ანუ მართლა არსებობენ ადამიანები, რომლებიც რეალურად ფიქრობენ, რომ მათი შვილების სიცოცხლე არ არის მნიშვნელოვანი, როდესაც სამშობლოს ის გამოგონილ ომში სჭირდება. თუმცა ხშირ შემთხვევაში ამის დადასტურებას ისევ რუსეთი გვაძლევს. YouTube-ზე გავრცელდა ვიდეო, რომლის ყურებაც ალბათ წარმოუდგენელია, როდესაც ერთ-ერთ ქალს ეკითხებიან, არის თუ არა მისი მეუღლე გაწვეული ჯარში და ის ამბობს, რომ სამწუხაროდ არ არის გაწვეული, იმიტომ რომ ამ ადამიანის გაწვევის და გარდაცვალების შემთხვევაში ის 14 მილიონ რუბლს მიიღებდა, რომლითაც ბინას იყიდა. Это 30-летняя Бронислава из поселка Новая Москва. В браке прожила 13 лет. Чтобы выплатить кредиты, уговорила мужа пойти на войну. Это был вот поступок мужчины. Нормального, адекватного, законопослушного, а не цикуна. Да и 2 детей нужно было поднимать на ноги, рассказывает женщина. Но домой муж так и не вернулся. Погиб во время очередного мясного штурма. Ну, кто знал? Я думала, что эта война ненадолго. Да, он сам не ожидал, что он попадет в такую мясорубку. С того дня прошло уже больше года. Формально мужа Брониславы признали погибшим, но его тело так и не вернули. Нет похорон, нет и свидетельства о смерти, а значит, не будет и государственных выплат. Не все так гладко, как хотелось бы. Я столкнулась с бюрократией очень сильной. С момента гибели я до сих пор не могу получить свидетельство о смерти. Я надеюсь, что тело в Москву доставят.
Все, что сейчас интересует вдову российского военного – гробовые. За мужем не горевала. Она и не скрывает этого. Если время на себя появляется, я еду в караоке. ესეთი პარადოქსებით მართავს ქართული ოცნება საზოგადოებრივ აზრს. ერთ დღეს ამბობს, რომ რუსეთი უნდა, მეორე დღეს ამბობს, რომ ევროპა უნდა, მესამე დღეს ამბობს, რომ ევროპამ თვითონ თქვა უარი ჩვენზე. ამ დაბნეულობას მთავარი ამოცანა არის, რომ გამოიწვიოს საზოგადოების გაფრთხილება და სრულად გათიშოს ის პოლიტიკური საქმიანობისგან. ადამიანებმა ჩათვალონ, რომ ისინი ამ ეპოქაში ვერასდროს შეძლებენ ვერანაირი იმ სიმართლის გარკვევას და ერთადერთი სიმართლეს, რომელიც ისინი მიიღებენ, არის ის, რასაც ქართული ოცნება მათ ეუბნებათ. ჩვენი მთავარი ამოცანა იმ ადამიანების, ვინც დღეს საუბრობთ კომუნიკაციაზე, არის ის, რომ დაუღალავთ და ხშირად ვისაუბროთ ერთი რამ, რომ ქართული ოცნება გატყუებთ. მათი მთავარი ამოცანა ევროპასთან ურთიერთობის კუთხით არის, რომ დაალაგდეს არა ქვეყანა, არამედ დაალაგდნენ ისე, რომ მათ პირად აქტივებს პრობლემა არ შეექმნას. კიდევ ერთ მნიშვნელოვან მოვლენას არ შემიძლია რომ არ გამოვეხმაურო, აღარავის აღარ გვიკვირს, რომ ყოლფი ბიძინა ივანიშვილის მომხრეების კისერზე უფრო და უფრო ვიწროვდება, მაგრამ ეს დაჭერა მართლა განსაკუთრებული იყო რამდენიმე მიზეზიდან გამომდინარე. დაიჭირეს გიორგი უძილაური, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ადამიანი, პროპაგანდისტი, რომელიც აბსოლუტურად უკადრებელს კადრულობდა მიხეილ უკრაინოლოგის სახელით და იმის სახელით, რომ ბიძინა ივანიშვილის ფეხებთან ყოფილიყო თბილად მოკალათებული. ის დაიჭირეს ზუსტად ისეთივე ბრალდებით, როგორც იჭერდნენ ხოლმე საბჭოთა კავშირის დროს სტალინის მომხრეებს და მის უახლოეს ადამიანებს, უცხოური ქვეყნების, არა რუსეთის, რა თქმა უნდა, რომ ჩვენთან რუსეთის აგენტებს ვინ დაიჭერს სასარგებლო ჯაშუშობის კუთხით. გიორგი უძილაური შეიძლება ბევრს გახსოვთ ძალიან უხერხული მომენტებიდან, როდესაც ბიძინა ივანიშვილი, მე ვერ ხვდები რა გემოვნებასთან გვაქვს საქმე, მაგრამ მას ლამაზ და სიმპათიურ ბიჭს ეძახდა სხვადასხვა პრეს-კონფერენციებზე და შემდეგ ის დიდი ხანი ცდილობდა საკუთარი ადგილის დამკვიდრება სხვადასხვა სახელმწიფო შტაბებში და ბოლოს როგორც აღმოჩნდა, ფინანსთა სამინისტროს მაღალ ჩინოვნიკათაც მოგვევლინა. გიორგი უძილაურის დაჭერა იყო ძალიან დიდი სიგნალი განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერებისთვის და თავგადაკლული ფანებისთვის, იმიტომ რომ მასზე ერთგული ადამიანი ბიძინა ივანიშვილს ძალიან ცოტა ყავდა. გიორგი უძილაურის დაჭერა ნიშნავს იმას, რომ თქვენ ყველანი საფრთხის ქვეშ ხართ და ნებისმიერ თქვენგან შეიძლება მოусმინონ აბაზანაში, შეუძლია მოусმინონ სამზარეულოში ან სახლში. ბატონის ერთგულება რა ყოველთვის ესე მთავრდება, ეს არ არის ახალი ამბავი, ისტორიას ახსოვს ბევრი საინტერესო პარალელი, რომელიც ეხლა შეგვიძლია რომ გავალოთ, მაგალითად სტალინის მიერ შერაცხული ოქროს ბიჭუნას, ზუსტად იგივენაირი ეპითეტით ეძახდა როგორც ბიძინა ივანიშვილი გიორგი უძილაურს, ნიკოლაი ბუხარინის ისტორია, რომელიც იყო გაზეთი პრავდას რედაქტორი და ერთ-ერთი ყველაზე იმედის მომცემი რევოლუციონერი. ბუხარინი დაიჭირეს ზუსტად იგივენაირი ბრალდებით და სხვათა შორის ზუსტად იგივენაირად ირონიულად, როგორც დაიჭირეს გიორგი უძილაური უცხოეთის ქვეყნის ჯაშუშობის კუთხით. ჩემთვის კიდევ ერთი რამ არის აქ პარადოქსული და სამწუხაროდ ადამიანების ხვის შეცდომებზეც და ისტორიის შეცდომებზეც ვერ სწავლობენ ვერაფერს. მნიშვნელოვანიც არის ის, რომ როგორც გიორგი უძილაურის მეუღლეს, ისევე ბუხარინის გარემოცვას ეგონა, რომ ეს ყველაფერი სტალინმა არ იცოდა და ეს იყო უბრალოდ შემთხვევითობა და დამთხოვა. პარადოქსია, რომ ის ადამიანები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის პირად ტყვეებს წარმოადგენენ, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა დამნაშავეები, ისევ მისგან ელიან მოწყალებას. ეს რაღაც სტოკჰოლმის სინდრომს გავს, ან გავს იმის შეგრძნებას, რომ შენ იცი, რომ იმდენად ბევრი დააშავე, რომ გირჩევნია, რომ ბატონთან გააგრძელო ურთიერთობა, ვიდრე რეალური მართლმსაჯულება მოითხოვა. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ ადამიანებს, რომლებმაც ძალიან ბევრი დააშავეს სამშობლოს წინაშე, ეს არის გიორგი უძილაური, ეს არის ირაკლი ღარიბაშვილი, მიეცემათ შესაძლებლობა, რომ სამართლიანი და ობიექტური სასამართლოს წინაშე წარდგნენ. ეს იყო ამ კვირის სამი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი და გელოდებით კომენტარებში მოგწერეთ თემები ან სტუმრები, ვის ხილვასაც სისურვებდით ჩვენ გადაცემაში. აუცილებლად მოიწონეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი, იმიტომ რომ წინ ძალიან ბევრი საინტერესო ეპიზოდი გელოდებათ.